უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ვარსკვლავთშორის კომეტა ატლასის შესახებ ჩემს სახლზე არაფერი მომიმზადებია. აქტიური მიდევნებიდან გამომდინარე, უცბად დიდი პაუზა მოხდა, რადგან მე როგორც პასუხისმგებლიანი პროექტის ავტორი, მყარ სამეცნიერო დაკვირვებებსა და მტკიცებულებებს ველოდი. თუმცა, რომ გითხრათ, რომ რაიმე დიდად ხელშესახები ინფორმაცია გავრცელდა, ოფიციალური სამეცნიერო წრეებიდან თქო, ნამდვილად მოგატყუებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული ცნობები არის. მოკლედ რომ ვთქვა, 2026 წლის იანვრის მონაცემებით 3i ატლასი უკვე ტოვებს ჩვენს მზის სისტემას და ვარსკვლავთშორის სივრცეში ბრუნდება. ის უკვე ძალიან დაშორდა დედამიწას და მზეს. ამიტომ მისი დანახვა ჩვეულებრივი სამოყვარულო ტელესკოპებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მასზე დაკვირვება მხოლოდ უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპებს, მაგალითად James Webb-ს შეუძლიათ. თუმცა მისი ზომისა და სიშორის გამო ის მალე მათთვისაც უხილავი გახდება. ის იმყოფება შიდა მზის სისტემის საზღვრებთან და მიდის იმავე სიცარიელისკენ, საიდანაც მოვიდა. გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით. ამ ეპიზოდში შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც ჩემთვის არის ხელმისაწვდომი ამ კომეტის შესახებ. 3i ატლასი უკვე წავიდა. შიდა მზის სისტემაში ქარიშხალივით სწრაფი მოგზაურობის შემდეგ ჩვენი უახლესი ვარსკვლავთშორისი სტუმარი ახლა იმ სიცარიელეს უბრუნდება, საიდანაც მოვიდა. საბედნიეროდ ყველა ჩვენმა ყველაზე ძლიერმა ტელესკოპმა და სკანირების ინსტრუმენტმა შეძლო მას კარგად დაკვირვებოდა. ეს ნიშნავს, რომ 3i ატლასზე დღეს უფრო მეტი ვიცით, ვიდრე აქამდე აღმოჩენილ ნებისმიერ სხვა ინტერსტელარულ ობიექტზე. ეს საშუალებას გვაძლევს ბოლოს და ბოლოს გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები იმის შესახებ, თუ რა არის ეს ობიექტი სინამდვილეში და რა არ არის. 2025 წლის დეკემბერში პლანეტა დედამიწას ჰქონდა 3i ატლასთან ყველაზე ახლო შეხვედრა, რამაც პირველად მოგვცა მისი მკაფიო ხედვა რამდენიმე თვის განმავლობაში. ოქტომბრისა და ნოემბრის განმავლობაში 3i ატლასი მზის ძლიერი ნათების უკან იყო დამალული. ამ პერიოდში კი ვიცით, რომ მზის სიცხე და რადიაცია 3i ატლასს ძალიან ღრმად ცვლიდა. ამიტომ ველოდით, რომ სრულიად განსხვავებულ ობიექტს დავინახავდით და სწორედ ასე აღმოჩნდა კიდეც. ხედავთ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული 3i ატლასის სურათს. ეს არის პატარა კაშკაშა წერტილი, რომელსაც გარს აკრავს გაზისა და მტვრის უზარმაზარი ბურუსი, რომელსაც კომას ვუწოდებთ. ეს კომეტებისთვის ტიპურია, თუმცა ჩვეულებრივ ველით, რომ ამ კომიდან გრძელი, თვალსაჩინო კუდი გამოიზრდება, მაგრამ 3i ატლასი სულაც არ არის ტიპური. იმის უკეთ გასაგებად, თუ რას აკეთებს სინამდვილეში 3i ატლასი, საჭიროა ამ სურათებს სხვა კუთხით შევხედოთ. აქ არის იგივე ჰაბლის სურათი, დამუშავებული ეგრეთ წოდებული როტაციული გრადიენტის ფილტრით. ეს ფილტრი სურათიდან პრაქტიკულად ყველა წრიულ ელემენტს შლის და ტოვებს მხოლოდ მკაფიო გაზის ჭავლებს, რომლებიც 3i ატლასის ზედაპირიდან ამოიფრქვევა. ეს უცნაურად გამოიყურება, იმიტომ რომ მართლაც უცნაურია. სურათის მარცხენა მხარეს ბოლოს და ბოლოს ვხედავთ 3i ატლასის კუდს. მისი ფორმა კომეტისთვის საკმაოდ ტიპურია, მაგრამ მიმართულება არა. ეს კუდი მზისკენ არის მიმართული. თითქმის მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც 3i ატლასს ვაკვირდებით, ობიექტი აჩვენებდა მზისკენ მიმართულ კუდს, რომელსაც ანტიკუდსაც უწოდებენ. ეს იმიტომ არის უცნაური, რომ ყველა სხვა ცნობილ კომეტაში კუდი ყოველთვის მზისგან შორს არის მიმართული. ეს ხდება იმის გამო, რომ მზის ქარი კომიდან ტვერსა და გაზს უკან მზის საწინააღმდეგო მიმართულებით უბერავს. სინამდვილეში კოსმოსში ქარი არ არის, მაგრამ არსებობს დამუხტული ნაწილაკებისა და რადიაციის მუდმივი ნაკადი, რომელიც მზის ზედაპირიდან გამოიტყორცნება და საკმარის ენერგიას ატარებს, რომ მზის სისტემაში არსებულ ნებისმიერ მატერიაზე ქარის მსგავსი ზემოქმედება მოახდინოს, თუ მას ძლიერი გრავიტაცია არ აკავებს. ჩვენ ველოდით, რომ რაც უფრო მიუახლოვდებოდა 3i ატლასი მზეს, მით უფრო შემცირდებოდა ანტიკუდი, რადგან მზის ქარის ზეწოლა გაიზრდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, რასაც რეალურად ვხედავთ არის გაცილებით დიდი გაზისა და მტვრის ჭავლი მზისკენ მიმართულ მხარეს. ეს ნიშნავს, რომ 3i ატლასის შიგნით უნდა არსებობდეს ენერგიის ძალიან დიდი მარაგი, რომელიც ამ მასალას გარეთ უბიძგებს და მზის ენერგიასაც კი ძლევს. ხოლო 3i ატლასის საპირისპირო მხარეს, სურათის მარჯვენა მხარეს, არის კიდევ უფრო საინტერესო რამ, მცირე ჭავლების ერთგვარი სამეული. ყველაზე დიდი იქ მდებარეობს, სადაც ჩვეულებრივი კომეტის კუდი უნდა იყოს. მაგრამ მის გვერდით ორი მსგავსი გვერდითი კუდია და ეს სამი ერთად თითქმის იდეალურ სამკუთხედს ქმნის.
სწორედ ასეთი დეტალები აიძულებს ზოგიერთს იფიქროს, რომ შესაძლოა უცხოპლანეტური წარმოშობის რამეს ვუყურებთ. ეს მართლაც უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ერთი დაკვირვების საფუძველზე დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ. ეს დიდი გაზისა და მტვრის ჭავლები, რომლებიც 3i ატლასიდან ამოიფრქვება, საშუალებას გვაძლევს შევიხედოთ მის შიგნით და ეს ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რა არის ობიექტი სინამდვილეში. როდესაც 2025 წლის ზაფხულში პირველად დავიწყეთ ამ ვარსკვლავთშორის ობიექტზე დაკვირვება, ის უკვე ქმნიდა კომას, რომელიც ამსა იყო მართლაც უცნაური ნივთიერებებით. ძირითადად ნახშირორჟანგით, რაც არ არის ის, რასაც კომეტისგან ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მზის სისტემის კომეტებისგან. ჩვენს გარშემო არსებული ყველა კომეტა თითქმის მთლიანად წყლის ყინულისგან შედგება. ისინი შეიცავენ CO2-ის გარკვეულ რაოდენობას, გაყინულ მდგომარეობაში, მაგრამ ეს რაოდენობა ძალიან მცირეა წყლის შემცველობასთან შედარებით. 3i ატლასმა ეს სურათი თავდაყირა დააყენა. ის გამოყოფდა დიდი რაოდენობით CO2-ს და მხოლოდ მცირე რაოდენობით წყალს, სანამ მზეს არ მიუახლოვდა და ყველაფერი არ შეიცვალა. რადიო ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა სამხრეთ აფრიკაში მდებარე მირკატის ტელესკოპი, ასტრონომებს შეუძლიათ შეაღწიონ გაზისა და მტვრის სქელ კომაში და შეისწავლონ იმ ჭავლების შემადგენლობა, რომლებიც 3i ატლასიდან ამოიფრქვება. სწორედ აქ აღმოაჩინეს წყალი და თან ძალიან ბევრი. ახლა ვიცით, რომ ზედაპირის ქვეშ 3i ატლასი სავსეა წყლით და როგორც ობიექტი მზის მიერ საკმარისად გაცხელდა, ამ წყალმა წარმოუდგენელი სიჩქარით დაიწყო გადმოდინება. ეს გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან მინიშნებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ეს ობიექტი და რატომ იქცევა ასე უცნაურად. ჩაისახა ახალი წამყვანი თეორია. ვიცით, რომ 3i ატლასი ძალიან ძველია, დედამიწაზე და მზეზეც კი ძველი და ის ჩვენი galaktikis ძალიან შორეული რეგიონიდან მოდის. ამ ობიექტმა უზარმაზარი დრო გაატარა ინტერსტელარული სივრცის სიცარიელეში, მოლიბლივე მდგომარეობაში. ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, არასდროს ყოფილა რომელიმე ვარსკვლავთან ისე ახლოს, როგორც ჩვენს მზესთან იყო. ჩვენ ვერ მივადევნებთ თვალს 3i ატლასს მისი წარმოშობის წერტილამდე. ვიცით მხოლოდ ის, რომ ის galaktikuri ბირთვის მიმართულებიდან მოვიდა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 10 მილიონი წლის განმავლობაში ეს ობიექტი არც ერთ ვარსკვლავს ერთ სინათლის წელზეც კი არ მიახლოვებია. თეორიულად ამ პერიოდში არაფერი უნდა ყოფილიყო, რაც მის საწყის მდგომარეობას დაარღვევდა. თუმცა, კოსმოსის სრულებით ცარიელი არ არის. ის სავსეა უხილავი ძალით, რომელსაც galaktikურ კოსმოსურ სხივებს ვუწოდებთ. ეს ფაქტობრივად მომაკვდავი ვარსკვლავების ნარჩენებია, რომლებიც გიგანტურ სუპერნოვებად ფეთქდებიან და ძლიერ რადიაციას მთელ კოსმოსურ სივრცეში აფრქვევენ. სწორედ ამ სხივებში იყო ჩაძირული 3i ატლასი მილიარდობით წლის განმავლობაში. ეს კოსმოსური სხივები დაესხმებოდნენ ობიექტის ზედაპირს, დაანგრევდნენ ქიმიურ ბმებს და წყლისა და ნახშირბადის მსგავს მოლეკულებს ნახშირორჟანგად გადააქცევდნენ. შედეგად ობიექტის გარშემო ჩამოყალიბდებოდა და სქელი რადიაციული ქერქი, რომელიც მას სრულიად განსხვავებულ იერს მისცემდა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა. ამ თეორიის მიხედვით 3i ატლასმა შესაძლოა ცხოვრება დაიწყო როგორც სრულიად ჩვეულებრივმა წყლის ყინულის კომეტამ, ისეთივე მზის სისტემაში, როგორიც ჩვენი არის. შემდეგ ერთ დღეს ის გაზის გიგანტს ძალიან მიუახლოვდა და გრავიტაცია მის ღრმა კოსმოსში გამოისროლა, სადაც ნელ-ნელა განუვითარდა კოსმოსური რადიაციით ჩამოყალიბებული ეს მუტირებული ქერქი. მილიარდობით წლის მარტოობის შემდეგ კი ბოლოს და ბოლოს ის ვარსკვლავს მიუახლოვდა ჩვენს მზეს. მზის სიცხემ დაიწყო ამ ქერქის დაშლა და გამოუშვა მთელი ეს უცნაური კოსმოსური მასალა, რომელმაც დედამიწაზე ყველა მეცნიერი საგონებელში ჩააგდო. საბოლოოდ, როდესაც 3i ატლასი საკმარისად გაცხელდა, ქერქმა დაშლა დაიწყო და ხანგრძლივად მიძინებულმა ყინულოვანმა შიგთავსმა დრამატულად ამოხეთქა ამ ნახვრეტებიდან. წყალს მხოლოდ ქერქში არსებული ხვრელებიდან გამოსვლა შეეძლო, რამაც შექმნეს უცნაური ჭავლები, რომლებიც არაორდინალური მიმართულებებით ისრვის მასალას. მარტივად რომ ვთქვა, ეს თეორია ამბობს, რომ 3i ატლასი არ არის უცნაური კომეტა, ის არის ჩვეულებრივი კომეტა, ჩაკეტილი უცნაური კოსმოსური გარსის შიგნით, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. სწორედ ამან გამოიწვია ყველას პანიკა. და თუ ეს მაინც არ არის საკმარისი იმის დასარწმუნებლად, რომ საქმე უცხოპლანეტელებთან არ გვაქვს. არიან ადამიანები, რომელთა საქმიანობა უცხოპლანეტელების ძიებაა და ისინი ამბობენ, რომ საქმე უცხოპლანეტელებთან არ გვაქვს.
SETI ინსტიტუტი არის არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია, დაარსებული 1984 წელს, რომელიც ეძღვნება სიცოცხლის წარმოშობის შესწავლას სამყაროში და არამიწიერი გონების ძიებას. გასული ერთი თვის განმავლობაში მათ გამოიყენეს ინსტრუმენტებისა და ტელესკოპების ფართო სპექტრი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა 3i ატლასი ყველა შესაძლო გზით შეესწავლათ. ინფრაწითელ შუქში, ულტრააისფერში, რადიოტალღებსა და მიკროტალღებში. სასოწარკვეთილად ეძებდნენ ნებისმიერ ნიშანს, რასაც ტექნოსიგნალად დააკლასიფიცირებდნენ, ანუ გონივრული სიცოცხლის ნიშნებს აღმოაჩენდნენ. სამწუხაროდ მათ ვერაფერი იპოვეს. 3i ატლასის სკანირებისათვის გამოყენებულ მეთოდებს შეეძლოთ დაიფიქსირებინათ ნებისმიერი გადამცემი ან საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელიც მობილურ ტელეფონზე 10-ჯერ სუსტიც კი იქნებოდა. ეს რომ უცხოპლანეტური ზონდი ყოფილიყო, რომელიც სახლში რეკავდა, ჩვენ ამას აუცილებლად გავიგონებდით, მაგრამ არ გაგვიგონია. ასე გვეუბნებიან ამ საკითხზე პასუხისმგებელი ადამიანები. არსებობს ორგანიზაცია სახელწოდებით The Black Vault-ი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დოკუმენტების ონლაინ არქივი. მათ მიმართეს CIA-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტის მოთხოვნით, რათა გაეცათ ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც 3i ატლასს ეხებოდა. პასუხი კი ძალიან უცნაური იყო. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ეთქვათ, არა, ამ თემაზე არაფერი გვაქვს. CIA-მ Black Vault-ს უპასუხა. ვერ დავადასტურებთ და ვერც უარყოფთ ასეთი ჩანაწერების არსებობას ან არარსებობას. ეს არის კრიპტული პასუხი, რომელსაც მთავრობა ხშირად იყენებს, როგორც თავდაცვის მექანიზმს, რათა თქვას, რომ არასდროს მოუტყუებია. CIA ასევე წერს, რომ ასეთი ჩანაწერების არსებობის ან არარსებობის ფაქტი სათანადოდ გასაიდუმლოებულია. ეს კი აჩენს კითხვას, თუ ეს უბრალოდ კოსმოსში მფრინავი დიდი ყინულის ნაგლეჯია. რა ინფორმაცია შეიძლება იყოს მასზე ისეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გასაიდუმლოებული დატოვოს. სიმართლე ის არის, არც მგონია ოდესმე გავიგოთ. რადგან არის თუ არა რაიმე საიდუმლო, ის მაინც საიდუმლოა, რადგან საქმე CIA-ს ეხება. ეს უწყება არის თუ არა რაიმე საიდუმლო შესანახი, მაინც ასაიდუმლოებს. ასეთი ტაქტიკა აქვთ. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 3i ატლასი არ იქნება ბოლო ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომლის გარშემოც ასეთ დებატებში აღმოჩნდებით. ახალი დაკვირვების ტექნოლოგიების წყალობით, მაგალითად, როგორიცაა ვერა რუბინის ტელესკოპი, რომელსაც შეუძლია მთელი ღამის ცის მაღალი გარჩევადობის გამოსახულების ჩაწერა სულ რამდენიმე დღეში, ჩვენ ახალი ეპოქის ზღვრბლზე ვდგავართ. სადაც ჩვენი მზის სისტემის საიდუმლოებები საბოლოოდ გამოაშკარავდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე შევძელით 3 ინტერსტელარული ობიექტის აღმოჩენა. ეს გვიჩვენებს, რომ ასეთი ობიექტები იშვიათი არ არის. უბრალოდ აქამდე მათი დანახვა კარგად არ შეგვეძლო. ასეთი ობიექტების უკეთ შესწავლა მეცნიერების სრულიად ახალ სფეროს გაგვიხსნის. ამ ობიექტების დიდი რაოდენობის შესწავლით შევძლებთ გავიგოთ, რა არის ნორმალური და რა არის ნამდვილად უცნაური, რადგან ყველაზე უცნაური რამ ჯერ კიდევ იქ გარეთ არის, უბრალოდ ჩვენგან აღმოჩენას ელის. სულ ეს არის, რაც იანვრის თვისთვის მოვამზადე ამ ვარსკვლავთშორის კომეტასთან დაკავშირებით. ყველაფერი დანარჩენი არის ყალბი სპეკულაცია და ხელოვნური ინტელექტის შემოქმედება, ფეიქ ამბების გამავრცელებათა ბრძანებით შესრულებული. ზოგისთვის ძალიან კარგია ხელოვნური აჟიოტაჟის ატახვით რეიტინგის მომატება და მაყურებლის დიდი რაოდენობა. თუმცა ჩემთვის პრიორიტეტია სანდოობა, ხარისხი და მეტნაკლებად სწორი ინფორმაციის გადაცემა. მდაბიო გზებით რეიტინგი მე პირადად არაფერში მჭირდება. მართალი სინთეზი და მაყურებლის წინაშე პირნათლად ყოფნა ბევრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე თქვენი მოტყუება. ასე რომ მე არ მოგატყუებთ. არ გეტყვით, რომ ეს არის უცხო პლანეტელთა ხომანდი და როგორც იქნა მოვიდნენ. იმიტომ რომ ეს ასე სამწუხაროდ არ არის. ძალიან მინდა ასე რომ იყოს, მაგრამ რას ვიზამთ? მინდა ტყუილების გამავრცელებლებს შევახსენო, რომ კონსპირაციული თეორიები და მეცნიერების უარყოფა მხოლოდ უწყინარი ფანტაზიები არ არის. მათ რეალური და ხშირად დამანგრეველი შედეგები მოაქვთ საზოგადოებისათვის. მაგალითად, კონსპირაციები პანდემიების დროს ხელს უშლის პრევენციულ ზომებს, რაც პირდაპირ აისახება სიკვდილიანობის ზრდაზე. კლიმატის ცვლილების უარყოფა აფერხებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია პლანეტის გადასარჩენად. კონსპირაციული თეორიები ყოველთვის ეძებენ მტერს, იქნება ეს უწყებები, მეცნიერები თუ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფები. ეს იწვევს ერთმანეთის უნდობლობას და აგრესიას. მეცნიერება კი ეფუძნება მტკიცებულებებს, ექსპერიმენტებსა და შეცდომების აღიარებას. კონსპირაცია კი პირიქით, ის ნებისმიერ საწინააღმდეგო მტკიცებულებას შეთქმულების ნაწილად აცხადებს, რომ გვებრძვიან. ეს ადამიანს უკარგავს უნარს განასხვავს სიმართლე ტყუილისგან, რაც მას ადვილად სამართავ მარიონეტად აქცევს პროპაგანდის ხელში. ასე რომ ყველანი კარგად დაფიქრდით, რას თესავთ საზოგადოებაში და იმაზეც, რომ ინფორმაციის გადამოწმება არის ყოველთვის საჭირო, სანამ ენდობით. მით უმეტეს ამ დროში.
ინფორმაციის გავრცელებას მოეკიდათ მეტი პასუხისმგებლობით. ამ ეპიზოდში ასევე მინდა ვისაუბრო ახლად გახსნილი ვერა რუბინის მსოფლიო მასშტაბის ობსერვატორიით, ჩვენს მზის სისტემაში წელს აღმოჩენილი ასტეროიდის შესახებ, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს. ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიით მეცნიერებმა მოზრდილი ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავს. მას 2025 MN45 ჰქვია. 710 მეტრის სიგანისაა და ერთხელ შემოტრიალებას მხოლოდ 1.88 წუთს ანდომებს. საინტერესო ისაა, რომ 150 მეტრზე დიდი ზომის ასტეროიდი წესით 2.2 საათიანი ბრუნვის პერიოდის ქვედა ნიშნულზე ნაწილებად უნდა დაიშალოს. ეს იმიტომ, რომ სხეულის სტრუქტურულ ერთიანობას ამ დროს ცენტრიდანული ძალა ეძინა აღმდეგება. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა უჩვეულოდ სწრაფად მბრუნავი 18 სხვა ასტეროიდიც დააფიქსირეს, რაც მიანიშნებს, რომ შეიძლება ეს ობიექტები მოსალონეზე გამძლე იყოს. ასტეროიდების უმეტესობა მტვრისა და ქვების გროვაა, რომელიც გრავიტაციით სუსტადაა შეკავშირებული. შესაბამისად, დეკადების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არის სიჩქარის გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმაც მათი დაუშლელად ბრუნვაა შესაძლებელი. როგორც უკვე ვახსენე, დიდი ზომის ასტეროიდების შემთხვევაში ეს მიჯნა 2.2 საათიანი პერიოდია, რაც 1990-იან წლებში ივარაუდეს. ჰიპოთეზა 2000 წელს დაკვირვებებით დაადასტურეს. მხოლოდ რამდენიმე ისეთი ობიექტი აღმოჩნდა, რომელიც უფრო სწრაფად ბრუნავდა და ერთიანობას მაინც ინარჩუნებდა. რუბინის ობსერვატორიამ 2025 წლის 21 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში დაახლოებით 340,000 ასტეროიდის შესახებ მოიპოვა მონაცემები. ახალი კვლევის ავტორებმა 76 მათგანის ბრუნვის ტემპი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ 19 ობიექტის ბრუნვის სიჩქარე ზემოხსენებულ ბარიერს ჩამოუვარდებოდა. 16-ისა 2.2 საათსა და 13 წუთს შორის იყო. დანარჩენი 3-ისა კი 5 წუთზე ნაკლები. ეს მოულოდნელია, რადგან შედარებით სწრაფი ასტეროიდები მეტწილად დედამიწასთან ახლოსაა და არა მთავარ სარტყელში. პირველი კატეგორიიდან ერთი ობიექტი გამოავლინეს 2025 MN45, რომელიც რეკორდულად სწრაფად ბრუნავს, მაგრამ სხვების მონაცემებიც საინტერესოა. საუბარია საკმაოდ ბევრ ასტეროიდზე, ანუ შეიძლება მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე სარტყელში იმაზე მეტი მკვრივი სხეული მოძრაობდეს, ვიდრე პროგნოზირებდით. უნდა ვთქვა ისიც, რომ ასეთი ასტეროიდების ნაწილი შეიძლება ძველი შეჯახებების ნარჩენი იყოს, ანუ ადრეულ მზის სისტემაზე გვაწვდიდეს ინფორმაციას. შესაბამისად, რუბინის ობსერვატორიის დაკვირვებებით ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს წარსულის გამოკვლევის საშუალება გვეძლება. ეს რაც შეეხებოდა ასტეროიდს. ახლა მოკლედ გიამბობთ კომეტაზე, რომელიც 2026 წლის განმავლობაში ჩვენს საში ყველაზე კაშკაშა იქნება. 4 თვეზე ნაკლებ დროში დედამიწას კომეტა სიწილადი 2025 R3 მოუახლოვდება. პროგნოზირებენ, რომ 2026 წლის ყველაზე კაშკაშა ასეთი სხეული შეიძლება სწორედ ის იყოს და ღამისაზე გასაოცარი სანახაობა შემოგთავაზოს. ეს კომეტა 2025 წლის 8 სექტემბერს ასტრონომიული სისტემით Pan-STARRS-ი აღმოაჩინეს. კომეტა ამჟამად ჩვენგან 347 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მზის გარშემო მოძრაობას 1000 წელზე მეტხანს უნდა ანდომებდეს. ზუსტი ორბიტალური პერიოდი განსაზღვრული ჯერ არაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ოორტის ღრუბლიდანაა, რომელიც მზის სისტემის მიჯნასთან ახლოს ყინულოვან ობიექტებს აერთიანებს. სიწილადი 2025 R3 ჩვენს ვარსკვლავთან უახლოეს ორბიტალურ წერტილამდე, პერიჰელიუმამდე, მისგან 76.3 მილიონ კილომეტრ მანძილამდე 20 აპრილს მიაღწევს. 27 აპრილს უკვე დედამიწის ჯერი დადგება, რა დროსაც ჩვენ შორის დისტანცია 70.8 მილიონი კილომეტრი იქნება. შედარებისათვის ეს მთვარესთან დისტანციას 180-ზე მეტჯერ აჭარბებს. ზოგი ასტრონომი ვარაუდობს, რომ მზესთან ჩავლისას ამ კომეტის სიკაშკაშე 8 მაგნიტუდას მიაღწევს. ანუ მისი დანახვა მხოლოდ ტელესკოპებითა და ბინოკლებით შეგვეძლება. ამის მიუხედავად სხვების პროგნოზით იგი უფრო ელვარე იქნება, 2.5 მაგნიტუდის. რაც ნაკლებია მაგნიტუდა, მით უფრო ნათელია ობიექტი. თუ მართლაც ასე მოხდება, მას შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ. სიწილადი 2025 R3-ზე დასაკვირვებლად საუკეთესო დროდ დაახლოებით 17 აპრილი მიიჩნევა. პერიჰელიუმამდე პერიოდი, როცა ახალმთვარეობის გამო ღამისა უფრო ბნელია. დედამიწასთან ჩავლისას შეიძლება კომეტა მზემ დაჩრდილოს და მან მისი დანახვა გაართულოს. არაა გამორიცხული სამხრეთ ნახევარსფეროდან იგი მაისის დასაწყისშიც გამოჩნდეს.
მისი სიკაშკაშე იმაზეა დამოკიდებული, გაფანტავს თუ არა მეტ სინათლეს. სი წილადი 2025 R3-ის ეგრეთ წოდებული კუდი დედამიწასა და მზეს შორის მოქცევისას. მეორე ფაქტორი ისაა, თუ როგორ აისახება მასზე ვარსკვლავის მეტი და მეტი რადიაცია. სუბლიმირდება თუ არა მასში არსებული აირები და ყინული, რომელიც სინათლეს ირეკლავს. კომეტის დასაფიქსირებლად თევზების თანავარსკვლავებს უნდა დავაკვირდეთ. პეგასის დიდ ოთხკუთხედს, რომელსაც ელვარემ ნათობები ქმნის. 2026 წელს ასტეროიდებისა და კომეტების მხრიდან რაიმე განსაკუთრებული კატასტროფული საფრთხე მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ობიექტები მუდმივად მოძრაობენ დედამიწის სიახლოვეს. NASA-ს და სხვა კოსმოსური სააგენტოების დაკვირვებით ამ წელს არ ფიქსირდება ობიექტი, რომელიც ჩვენს პლანეტასთან რეალური შეჯახების ტრაექტორიაზეა. 2026 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ კაცობრიობა უფრო მეტად ემზადება შესაძლო საფრთხეებისთვის. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია HERA სწორედ 2026 წელს უნდა მივიდეს ასტეროიდთა სისტემაში, რათა შეისწავლოს NASA-ს დართის დარტყმის შედეგები. ეს გვეხმარება ვისწავლოთ, როგორ შევუცვალოთ კურსი რეალურად საშიშ ასტეროიდს მომავალში. ასევე ჩინეთი გეგმავს ტიანმენ 2-ის მისიას დედამიწის მახლობელ ასტეროიდზე დასაჯდომად. მოკლედ, ასეთი გამოვიდა ეს ეპიზოდი. რაც შეეხება კომეტა ატლას, თვალყურს მივადევნებ მის შესახებ ოფიციალურ სამეცნიერო ცნობებს. რა თქმა უნდა, ის გამოგვეყნდება, ოღონდ შესწავლის შემდეგ. ჯერ უცნობია როდის. ამიტომ ზუსტად ვერ გპირდებით თუ როდის დაგებრუნდებით ამ თემით, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლო მომავალში კვლავ მომიძებს. ახლა კი დაგემშვიდობებით. დროებით.